გადაღების დროს, ფილმის გადაღების დროს ძალიან ბევრი ტექნიკა არსებობს. დღევანდელი ფილმი ეხება ერთ ძველ ძალიან ცნობილ რეჟისორს ფილმს, რომელიც იყო კინორეჟისორი, ეს იყო ჟორჟ მელიესი. დაიმახსოვრეთ? ჟორჟ მელიესი, რომელიც მანამდე სანამ ფილმების გადაღებას დაიწყებდა კაცობრიობა, მსოფლიო გამოიგონება, მანამდე იყო ფოკუსი. ფოკუსებს აკეთებდა ხან ფოკუსი ვირუსების თხოვნის აი კურიდარი კონტროლს გააჩერე ჯოხიდა ხო და რაღაცებს აკეთებდნენ ხო და როდესაც გამოიგონეს ფილმში ჯადოსნური რაღაცების გაკეთება შედარებით შეიძლება ცოტა ათვილია როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ მაგალითად დგას მაგიდა ამ მაგიდას უნდა გადავაყაროთ რაღაც და ეს მაგიდა უნდა გაქრეს თქვენი ასეთ როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეს ან კამერაზე ჩართულია და უხებს მაგიდას ხო გადავაყაროთ მაგიდას რაღაც გადასახადებელი მე კამერა გამოვთოთ მაგიდა წავიღოთ და კამერა ისე ჩავთოთ ხო მე ეს კადრი ერთგვარად გადავაბათ და გამოდის რომ კამერა მაგიდა გაქრა ხო ასე ჟორჟ მელიესმა როგორც კი ეს დაინახა მაგას აკეთება შეიძლება დაიწყო ბევრი ფოკუსის მოგონება კადრებში და მისი ძირითადად კინემატოგრაფია იყო ამასთან დაკავშირებული რომ აკეთებდა ფოკუსებს ის იყო მაგიური ადამიანი მას უყვარდა ადამიანების გაოცება ამიტომ მისი ფილმები ზუსტად ასეთი იყო და ამასთან დაკავშირებით მარტინ სკორსესემ თანამედროვე ფილმი გადაიღო რომელსაც დაარქვა ჰიუგო სადაც ჟორჟ მელიესი მეყოლა ვინ არის ჰიუგო ბავშვი იცით არა ჰიუგო არის პატარა ბავშვი რომელსაც უნდა იყოს თავი ნაწილი რომელიც ბაბუამისმა დაუტოვა რათა აღმოჩნდეს ის რაც ბაბუამისმა აწყდა ეს არის რობოტი ხო თოჯი რომელიც ჯადოსნურად არის აწყობილი მაგრამ ერთი დეტალი აძლია ჰიუგო მოგვიწევს ეს დეტალი პატარა და ბაბუამისის თანატოვარი ანდერძი აღასრულებს ხო ასე ამიტომ ჰიუგო დიდ თავგადასავალში მოყვება იყო მის ბოლოს და ბოლოს საერთოდ პატარა დეტალს და იმ საიდუმლოებას ამეკითხავს როცა ჩართავს ამ რობოტს რომელიც ბაბუამისმა დაუპყრო თქვენი აზრით ფილმი რამდენი ხნის არის 150 წლის მართალია ესე იგი 150 წლის წინ ფილმი როდესაც გააკეთეს ფერადი იყო თუ შავთეთრი შავთეთრი ხვარი იყო თუ უხო და როგორ მოხდა მე ხვარი გახდა ხო არის სხვადასხვა შარიჟანტები ეს მოხდა ფილმი როცა დაიბადა სადაღო 20 წლის შემდეგ 30 წლის მერე ხვარი გახდა ეს ფილმი მაგრამ შარიჟანტებს არ მოწონდა იმიტომ რომ არ იყო დახვეწილი ჯერჯერობით მაგრამ ფერადი როდის გახდა სწორედ ჟორჟ მელიესის დროს აგრეთვე ლენტი იცით ბავშვებმა ესეთი რასაც ბეჭდა აი ესეთი ძველი ისოა ეს გვერდზე რაღაცა ჟორჟ მელიესი ყოდა დიდი ფაბრიკა სადაც აი ესეთი წილებით აფერადებდნენ მაგალითად ჭიქებს აფერადებდნენ სხვადასხვა რაღაცებს და გამოდიოდა ფერადი ლენტი ეს ძალიან შეუღალატებადი საქმე იყო რომელსაც ჟორჟ მელიესი აწარმოებდა და ყავდა ბევრი ადამიანი დაფიქსირებული და ისინი ამას აკეთებდნენ. ასე გახდა ფილმი ფერადი ჟორჟ მელიესის დროს. საერთოდ ჟორჟ მელიესი ძალიან ცნობილი არის როგორც იუთუბერებით მოცული რაღაც მაგიური ადამიანი რომელიც კინოში მოღვაწეობდა. იცით ამაში? არა. კარგი. მოკლედ, ჩვენ მე ჯადოსნური ლამპადის პრინციპს აკეთებ. ჩვენი პრინციპი არის შემდეგი, რომ ჩვენ ვიმოგზაუროთ კინოს სამყაროში და ავხსნათ რა არის კინო და რანაირად იმართება. ამიტომ დღევანდელი ფილმიც შეიძლება ცოტა გავებრალოთ, მაგრამ თქვენთვის, მაგრამ არის ერთ-ერთი ნაწილი თუ როგორ დაიბადა კინო და როგორ გახდა ეს ჯადოსნური და მაგიური და ბევრი ადამიანი მოღვაწეობდა მასში. კინოში არის ადაპტაცია სხვა ბავშვების აი წიგნების აი წიგნი ხო არა
ამ წიგნს იღებენ მე და ადაპტაციას აკეთებენ სცენარი გამოდის და მე გაახდება ფილმი. მარტინ სკორსეზე არის. იცით მარტინ სკორსეზე? ცნობილი ამერიკელი რეჟისორია, მხედრე ცოცხალია, მისი ოჯახი იტალიიდან არის და იღებდა ყოველთვის სერიოზულ ფილმებს. და იღებს დღემდე. ერთადერთხელ გადაიღო ბავშვებისთვის ფილმი და ამას ქვია ჰიუგო, დღევანდელი ფილმი. ეს არის ძალიან ცნობილი რეჟისორი, ბევრი ოსკარის მფლობელი და ძალიან გავლენიანი ჰოლივუდში. რომელსაც გადაწყვიტა, რომ ჟორჟ მელიესისთვის მიეძღვნა ეს ფილმი და ბავშვებისთვის გადაიღო ჰიუგო, სადაც მოთხრობილი არის ჟორჟ მელიესის ცხოვრების შესახებ და ამას თქვენ ნახავთ ფილმში. მე არ გავაგზავნე დღეს ბევრი არ ვარ. გადავარ პირდაპირ შემდეგ ნაწილზე. ჩვენ გვაქვს ეგეთი ტრადიცია. იძახი ხოლმე სადღაც ჩვენ თქვენ დაიძახოთ ჩადოსულ ლამპაში. რა ეს? სადღაც ჩვენ ჩადოსულ ლამპაში. აბა უფრო ხმამაღლა. ჩადოსულ ლამპაში. უფრო ხმამაღლა. ეს ფილმი გადაღებული არის მარტინ სკორსეზეს მიერ, რომელიც ბავშვებს უჯ. ცოტა დამაგვიანე. როგორ? მოკლედ ჩვენ მე გადავწყვეტე, რომ დღეს შეთვის და ჩვენი ბავშვებისთვის და ჩვენი გუნდისთვის სიურპრიზი გავაკეთებთ. სიურპრიზი? შეხო სიურპრიზები მიყვარს. ხო, მაგრამ ჩემ დაბადების დღეში. მე რა სიურპრიზები მიყვარს. ისე როგორ არის? სიურპრიზები ყოველს. რადგან დღეს ჩვენი ფილმი ეხება ილუზიონის, რომელსაც კინოების გადაღება გადაწყვეტა და იქაც ილუზიონისტოს და მომიწვიე დიდი გამარანტა. ეს არის ილუზიონისტი ცნობილი. ილუზიონისტების მეფე. გამარა? კი, გამარანტა. ეს არის ილუზიონისტი, რომელიც არ მარტო ილუზიონისტების მეფე არის, არამედ დიდი ჟორჟ მელიესის შთამომავალია. ჟორჟ მელიესი თვითონაც ჯადოქარია? კი, და ბაბუამისის კვლავს იღება ასე თქვა. ამიტომ მინდა რომ მოვიწვიო გამარანტა. გამარანტას დაში დავკარი. აგედავი ილუზიონისტი. ეს არის დიდი ჟორჟ მელიესის შვილთა შთამომავალი. რა თქმა უნდა, როგორც ბატონაჩიკო მაცენა, ბაბუაჩემი არა მარტო რეჟისორი, არა მანამდე ილუზიონისტიც გახლდათ. მოიცა, იცი რა მაინტერესებს შეხვა? ბატონი რა? გამარანტა უფრო მაგარი ილუზიონისტია თუ მისი დიდი ბაბუის. არა, როგორ მიეკადრება ბატონ ბაბუაჩემი იყო დიადი ადამიანი, ნამდვილი ილუზიონისტთა შორის ილუზიონისტ, მაგრამ მეც არ არაკლებ ილუზიონისტი გახლავთ, მინდა გითხრათ. მე ინტერესები დუელი. სიურპრიზი შემოთავაზოთ თქვენს. ისე. ჯანოსულა ლაპარაკა. არქივში მოიწია ბაბუაჩემის ძველი კადრები. ბაბუაჩემის ნამდვილი კადრები. ერთი ჩემი. როგორც მოღვაწეობდა და როგორც აკეთებდა თავის ილუზიებს და თავის ფოკუსებს ეკრანზე. შემიძლია ნახოთ. რა თქმა უნდა, მე მოხარული ვიქნები. ხო გაგიხარდა? დიახ, რა თქმა უნდა. მოდი ჩავს. ახალია. აგე 1901 წელი. რამე წელი 125 წელი გასულა. აი ბაბუაჩემი. რა როგორ ცოცხალი გამოიყურება რა? ეს მისი ცნობილი ფოკუსზე მაგინის გაჩენეს უმარტივესია მინდა გითხრათ. არა მარტო მაგინას არამედ ნახეთ. მენიე. როგორც ენა შავი გადააფარა და სხვა თეთრი გადააფარა. რა თქმა უნდა. მოიცა. და ხუთიდან ამოღეს ფოკუსი. ეს მინდა გითხრათ არის სტრაპაზის ფოკუსი, რომელიც ყველა ილუზიონისტმა უნდა იცოდეს. მის გარეშე ილუზიონისტი არის. მოიცა, მთელი სუფრა უნდა გააწყოს თუ გასაფრთხეს? კი, რა თქმა უნდა. ნახე როგორ ფოკუსებს აკეთებს ეს. შეიძლება ამას კამერის საშუალებით აკეთებს. წერა ხო გითხარით ბავშვები, კამერას აჩერებს, მე გადაიგებს სხვა კადრს და ებას აერთებს ერთმანეთს. ნახე როგორ უსტატო ჩვება. ანუ ხო სანახაობრივი და ძალიან მაგარია, მაგრამ
გიგანტური კოდი გააჩინა. ჩემრათ ნახა. კუდიდას ერთის კანი. კიდევ ერთის კანი. კიდევ ორის კანი. როგორც ხედავ, შეგით არაფერი არ არის. ნამდვილი მუზია. მეტად დღეს ეს კუდი ჩვენს ქონოდა შეყო. საოცრება, ნახე. კიდევ ერთი. ესე იგი თემის სუფრა მოაწოდა თემი თავისუფლები ყველაფერი ჯავასული კუდია. რა თქმა უნდა ის მუზიუმი გაყვა. ძალიან ვერ ამოიფანეთ. ძალიან კარგი დაში ბაგოჩი შეიძლება. ისი არის განედება ძალიან საოცარია. იცი რა მოიწეს? თქვენ შემიძლია გავსწრებთ. რა თქმა უნდა მე შემიძლია ხოლმე. ოი, საერთოდ ასე დაგირო მაგიდას გააჩინე. აი ძალიან სასაცილოა. მე შემიძლია რომ მაგიდა გავაჩინო, ჩემი არ ჯერათ. აი მაშინ შეიძლება რომ გავამართო ერთი. დავიწყოთ პირველი ფოკუსი თუ დააჩინო მეგობარო უჯმა. ეს არის ჩემი მოსასწრაფო, როგორც დაინახეთ ბაბუაჩემსაც ეს ჰქონდა. ახლა მე შემიძლია რომ მაგიდა გავაჩინო, ბავშვი თქვენ ხო ხართ მზად? ძალიან კარგი. უჯმა მზად ხარ? რა თქმა უნდა, მოგროვე. 3 2 1 უი, ვაიმე ნიუტანა თუ არ გამოვიდა. მომიც მე არ გამოვიდე რომ ბაბუაჩემ გამოვიდა რა თქმა უნდა ეს შეიძლება მაგრამ ესე კარგი არ არის მაგიდა არ გამოვიდა მაგრამ შემიძლია რომ აი ეს ჩემი ერთი ჩმეულები ვიჯოს და დავაქციო ჩათოს ნურჯოხა და რა სიგაძი არა ერთ ჩემს შენე შეიძლება არ ვიღაცის გაჩენა არ ვიღაცის დაპყრო ძალიან მარტივია ყურადღებით თამბირდი არა ეს გავაჩერ თუ აბა გამოვივა 1 2 3 არც საკითხი. აი მე ვიცი ეს არის მინდა გითხრათ ილუზიონისტების ფავორიტი ნაწილი ესე მათ შეუძლიათ ხუთიდან კუთხისა მე მოვკუთვნე ჩაიხედე ნახე როგორ არჩევა ჩემში არაფერი არა ჩაიხედე არაფერი არა შეგიდა თქვენს მეგობრებო შეხედე ჩიკი ხო ნამდვილად არაფერი არა სათხარ რომ მეკუთვნები გავაჩინო კი აი მიჭრას და კურდღელი აი მიჭრას და კურდღელი სათხარ ჩემო მეგობარო კურდღლისთვის კი თონგზა და ნახე როგორც ჩვენიერი კარგად მოიმზადეთ კარგად უყურეთ მაშინ სულ შეუპერივანოდე ოჯა ჩვენიერი ძალიან კარგი 3 2 1 ე ბაბუაჩები რომ აქიშე ძალიან შემწყებოდა მე მაგას თორე ბაბუაჩები რომ დიადი იმუზეუმში მე კიდევ არაფერი გავმი აუ საფხარვა აი თქვენ მესმის ახლა ყველა ილუზიონისტისთვის კრახი არის ძალიან სულად აღსაქმელი და გადასატანი მაგრამ იცი რა აბა იქნებოდა კრახი განიცადა ჩვენ თვალზე მაგრამ ბაბუამის სიცხე რა კეთებდა ამას კამენის საშუალებით ეს კიდე ცდილობს მოიცა კანელა მისი და კამენის საშუალებით აი კამენა აი მაგალითად ამას კამენას დავაყენებ აქ ვარ და შენ გახარ ეს მე გავაჩერე კამენას პაუზას დავაჩერე ფულს და მე ეს ჩავთავ მაგრამ კამენაში გამიშდება რომ შევთხები შენ თავს ქუდი გაჩნდა მაგრამ ამას კამენის საშუალებით აკეთებდა მოიცა ამ პატოს კი რომ მართლაც ვარა ბაზალიან პასპორტის დაგუსია მაგრამ ეს ძალიან რთულია კამენის გარეშე ამიტომ არ გამოუვიდა წავიდა შენ მხარი და პერფექტ ჩავდა და უფრო კარგად ხავს კარგი ერთი ალბათ კომისიი და
Hugo. დილამ შვილებისა ქალბატონო. დილამ შვილებისა ახალი გზავნილი და აწმყოება რამდენიმე შესანიშნავი წიგნი იქნება მათ შორის. ესეთი შეუსმელი ეს იყო.